ირაკლი ალასანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, რომ ჩვენი ქვეყნისცა უკეთ ყოფილიყო დაცული. მისი თქმით, ამ უპატიებელი შეცდომის უკან ოლიგარქი ივანიშვილი იდგა. თელიდან გავუშვით შანსი, რომ საფრანგეთისგან გვეყიდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვის სისტემა. საუბარია სამბტის სისტემაზე ASTER-30-ის რაკეტებით. ჩვენ დავინტერესდით, მოვიძიეთ ოფიციალური ინფორმაცია ამ რაკეტების შესახებ და ვესაუბრეთ სამხედრო სპეციალისტებს. გავიგეთ, როგორ გამოვიყენებდით ამ სისტემას შეიარაღებულ ძალებში. ამ სისტემას შეუძლია ერთდროულად გაისროლოს ათეულობით რაკეტა, თანაც სხვადასხვა მიმართულებით. ASTER-30-ის რაკეტას კი შეუძლია მიჭდეს შორმანძილზე 150 კილომეტრში მყოფ ობიექტებსაც. მას შეუძლია სრულად გაანადგუროს თვითმფრინავები, კამიკაძე და სადაზვერვო დრონები, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. თანაც ისე, რომ ამ სამიზნისგან ნამსხვრევებიც კი არ დარჩეს. რაც შეეხება რაკეტის სიჩქარეს, მარტივად რომ წარმოიდგინოთ, თუ მტრის ობიექტი 5 კილომეტრშია, ASTER-ის რაკეტა მას 1-2 წამში წდება და აქრობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ჩვენიცა ბევრად დაუცველია, ვიდრე 2008 წლის ომის დროს იყო. მით უმეტეს, რუსებს მაშინ დრონები არ ჰქონდათ. ახლა აქვთ. ჩვენ კი არაფერი გვაქვს ისეთი, რაც მათ ჩამოაგდებს. სამხედრო ანალიტიკოსები გვიხსნიან, რომ ASTER-30-ის რაკეტით ყველა კრიტიკულ ობიექტს ვერა, მაგრამ დედაქალაქს, აეროპორტს და ვაზიანის ტერიტორიას ნამდვილად დავიცავდით. ის გარკვეულწილად დაგვიცავდა ყველა იმ იარაღისგან, რაც ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის არსენალშია. მაგრამ ჩვენ ეს შანსი არ გამოვიყენეთ.